არა. და მე დავწო? კი ბატონო. მოგესალმებით. მე მგონი ხმა ისმის, ხო მიკროფონი არ ჭირდება. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჩემთან, შემდგომლებით. თანამხელა. მე ვარ მანანა სამუქვაძე. ამჟამად წარმოვიდგენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან ბოლო 15 წელი მუშაობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქამდე მე ბრატილას მუშაობდი სხვადასხვა ადგილებში, ეხლა არ აქ. ჩემი ფუნქცია ამ უნივერსიტეტში იყო რა, როცა მივედი, მოვიდა პირველი ერასმუსის პროექტი, ეს იყო 2010 წელი და ილიას უნივერსიტეტი აღმოჩნდა არის კოორდინატორი და ოღონდ არავინ არ იცის რა უნდა გააკეთონ ამ პროექტით ფინანსური მხრიდან. კი, თეორიულად გადასარევად კი ის მთელი ჩამოწერილი ობიექტივები, მე ისე აუთპუტები, ინპუტები, ესები, მაგრამ როთი უნდა მართონ ფინანსურად არავინ აზე არ იყო. ნუ მოვხვდი და დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა. ესე 15 წელი ამაში ვარ. დაწყებული ტემპუსი, მე ერასმუსი, ერთი მე ერასმუსი ისეთი და მილიონარი ერასმუსიც მოვიდა. შესაბამისად, სულ თავიდან როცა იწყებ რაღაცას, მე უფრო გიადვილდება ფაქტიურად ნელ-ნელა ბოლოსკენ გასვლა. ყოველთვის ვამბობ, რომ ფინანსები არ არის თავარი და ყველაზე ისეთი არაფერი საერთო ბუღალტერიასთან არ აქვს. არასოდეს არ ყოფილა ბუღალტერი. ვიღავი და ვარ ესპანური ენის სპეციალისტი. ვასწავლებ TSU-ში დიდი ხანი ესპანურს. მაგრამ მე ცხოვრება წარიმართ ეს რომ გაეროში დავიწყე მუშაობა, სადაც ქალბოზე პირინასთან მქონდა ერთობა მაშინ რაღაცა და აი გაეროში რომ მუშაობდი დიდი პროექტები მქონდა და მაშინ დავიწყე რაღაცა ამ გაეროს ფინანსური კუთხით, ასე ვთქვათ, პროექტების მართვა. და მე დაჭირდა და გაუმატე ახლა ეს ჩემი წოდება და დავიწყე აქ ამ ევროკავშირის პროექტების მართვა. ეხლა ჩვენთან არა მარტო ევროკავშირის, არამედ ძალიან ბევრი სხვა პროექტებია. ყველა დრო თავისი მოთხოვნა აქვს, თავისი რაღაც ისენი აქვს, რაღაცა მოთხოვნები და ფაილები და რაღაცა რეპორტინგის ისენი ფორმები და ყველას უნდა გაუღიმო და ფეხი შეუწყო. ეხლა რა ისი თქმა მინდა, რომ ყველას ეშინია ფულის და ფინანსების. არაფერი საშიში არ არის, თუ თავიდან მიყვები ნორმალურად. ამჟამად დღესდღეობით ეს ერასმუსის აი ეს თაობა არის ძალიან მარტივად ფინანსურად სამართავი. მარტივად რას გულისხმობ? არ ითხოვს დონორი დეტალურ რეპორტინგს. ხლას უსვამ დონორი. მაგრამ კოორდინატორი მოითხოვს. ამის პირდაპირ გარანტიას გაძლევთ, რომ თუ თქვენ ხართ კოორდინატორები, თქვენ უნდა მოთხოვოთ კონსორციუმის წევრებს მოგაწოდოთ ფინანსური ინფორმაცია და თუ თქვენ ხართ უბრალოდ პარტნიორი და გააჩნიებელი კოორდინატორი, ის კოორდინატორი რასაც მოგთხოვთ, რა ფორმითაც მოგთხოვთ, ვალდებულები ხართ, რომ იმას მიაწიდოთ ინფორმაცია ასეთი ფორმით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველა კოორდინატორს აქ თავისი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა და ფორმები. ეს არ არის განსაზღვრული დონორის, ანუ ევროკავშირის ამ ერასმუსის როგორც უძახით ამ EASA. იმათ მიერ არ არის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად დაწერილი, რომ ეს უნდა იყოს, ესე რომ თითოეულმა პარტნიორმა ესეთი ინფორმაცია მიაწოდოს კოორდინატორს, არა. თითოეული კოორდინატორი ირჩევს თავის გზას. ბევრ გრანტებში ჩვენ ვართ კოორდინატორები, ილიას უნივერსიტეტი არის ბევრი გრანტის კოორდინატორი. მე ახლა ლაპარაკი მაქვს capacity building-ზე ამ წუთში. იმიტომ რომ სხვა გრანტები, იგივე ჟან მონეთი დაწყებული, კიდე რაღაცა მობილობა და ეს სხვა თემა. ჟან მონეს ბიუჯეტის მართვა, ძალიან საზისადი მარტივია, მხოლოდ ხელფასებია. აქ ცოტა სხვანაირი მიდგომაა, ხო? და ამიტომ ჩვენ მე აი capacity building-ზე მაქვს ამ წუთში ხაზგასმა. ეს ტრენდი 1, ტრენდი 2, ტრენდი 3, ეს ყველა ერთნაირად რომ ერთ იმაში ჩავდოთ, რა ქვია, ერთ ქვაბში რომ მოვხარშოთ, მართვა ფინანსური არის ფაქტიურად ერთნაირი. ეხლა რა შეასახმენ? თქვენ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ დღევანდელი მოდი დავიწყოთ ახლა გავყვები ამას, ხო? შემდეგი
შემდეგი სლაიდი. ხო, ეხლა ეს უნდა ვთქვათ პირველ რიგში რაც აი თავარია. გრანტს თქვენ იღებთ, ხო? და გრანტი არის 500.000 სიტყვაზე. და გაგეხარდათ რომ 500.000 არის გრანტი, არაფერი შეგეშალოთ. თქვენი არის ეს დონორი გადმოგირიცხავთ გარკვეულ ნაწილს, მეტ ნაწილს, მაგრამ 10% თქვენი დასახარჯია. ესე იგი 10% ეს იწოდეთ რომ არის თვით დაფინანსება. თქვენმა ორგანიზაციამ უნდა გაიღოს ეს ხარჯი, ანახოს ეს ხარჯი. ოღონდ კაცი შვილი არ ეკითხება. არ გკითხულობთ არანაირ ქაღალდებს არ გთხოვენ. ეს ძალიან დადებითია. არანაირ ქაღალდებს არ ითხოვენ, ეს დაფინანსება როგორ წავიდა. თუნდაც ოღონდ ისინი გიგზავნიან თუ ყველაფერი კარგად იქნება. მე დაუბრუნდები ამ წინადადებას. ეს რა ქვია 90% ამ გრანტის იქნება დაუშვათ თქვენს ანგარიშზე. ეხლა რა სიტუაცია არის? როდესაც გრანტს შემდეგი გრანტი მოიგეთ. ნუ ილოცავთ, გაგეხარდათ, გაქია, ხო? და გაქვთ უკვე ბიუჯეტი. ბიუჯეტი რისგან შედგება? ბიუჯეტის მარტივი ხაზებისგან, ხო? არის პირდაპირი ხარჯები, რომელიც არის დაკავშირებული ხელფასებთან. ეს ხაზი უყვარს ყველას ძირითადად, მაგრამ წინასწარ გეუბნების რომ ერასმუსებით გამდიდრებული კაცი არ მინახია, არ არსებობს ესეთი. ძალიან მარტივი, ძალიან მცირე, რა ქვია, ხაშემოსავალი, მაგრამ მაინც ის არის, რაღაცა სასიამოვნოა, რაღაც გარკვეულ პერიოდში ერთხელ რაღაცა თანხას რო აიღებს იმ შენიშვნებისთვის, რაც მას გაი. შემდეგ არის ქვეკონტრაქტი. ქვეკონტრაქტი არის იცით რა? აუთსორსინგი. აი, დავუშვათ რაღაცას ვერ აკეთებ, ბეჭდვა სიტყვაზე. ნუ არა აქვს თუ ეს უნივერსიტეტს იმის capacity, ესე ვთქვათ, რომ დაგიბეჭდოთ ფერადი, ლამაზი და კარგად გაგიკითხოთ წიგნი. ეს გაგაქვთ გარეთ. ან კიდე უნდა ჩაატაროთ დიდი კონფერენცია და არა გაქვთ მაგის საშუალება და კიდე სასტუმროში გააკეთოს რაღაც. ეს არის ქვეკონტრაქტი. წრეველი. ადრე იყო სხვადასხვა. ადრე ტემპუსებში და ადრეულ ერასმუსებში წრეველი იყო. რაღაცა თანხას გაძლევდნენ და იმ თანხით უნდა ყველაფერი შეიძლება გააკეთებინა. ეხლა სხვადასხვა არის. ეხლა არის ცალკე გაძლევენ გზავრობის თანხას, ცალკე გაძლევენ სასტუმროს თანხას და ცალკე გაძლევენ საბსისტენს, ანუ სამივლინებოს დღიურს, როგორც ჩვენ ვაგვრთხოვთ რა. ამაზე მე დეტალურად გეტყვით და ვიცი რომ ამაზე კითხვები იქნება და ამაზეც გაგცემ პასუხს ყველაფერს. ეხლა ჩქარჩარ ლაპარაკობ რომ უცებ საქმეთი წავიდო. ეხლა შესყიდვები გასაგებია, ხო, რაც არის შესყიდვა და კიდე რაღაცა მომსახურეობა. გასაგებია, ეს ყველაფერი არის პირდაპირი ხარჯები. ამას ემატება 7% არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც არის თქვენი უნივერსიტეტის, ვთქვათ, შემოსავალი ამ გრანტიდან. შემდეგი? ხო. ეს იცოდეთ, როცა არის გრანტზე ლაპარაკი, ქეში დაივიწყეთ საშვილიშვილოდ. ქეში არ არსებობს. არის 15 კაპიკის გადარიცხვა რო იყოს, რიცხავთ 15 კაპიკს. ქეში არა. ეხლა კრაკდება. მოიგეთ ეს გრანტი, ახარებულები ხართ კიდე ერთხელ გეუბნები და ელოდებით თანხას. ახლა როგორ გადაწყდავს თქვენი კოორდინატორი, იმის მიხედვით მიიღებთ თანხებს. რა პროცენტაჟით? ეხლა როგორი სიტუაცია? ის უნივერსიტეტები, რომელსაც გამოცდილება აქვს, იღებენ ეგრევე დონორისგან 70% ბიუჯეტისა. ვისაც ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგალითად ეხლა გვაქვს რაღაც გრანტები, სომხები არიან ისინი, იმათ 30 შეურიცხეთ და ბოლომდე არ იციან კარგად სახალხო რა. აი ესეთი გრადაციაც არსებობს. ამიტომ ეხლა 70% მიიღო. ეხლა ეს კოორდინატორი ის და გეუბნება რომ ახლა თქვენ კლიენტ რო გადმოგირიცხოთ, თქვენი 70%, მაგის იმედი არ აქვს რომ როგორ წავა მე თქვენთა ხარჯვა. ამიტომ თქვენ წინასწარ გითანხმდებათ და გეუბნებათ რომ მე ამას დავაყოფ ამ 3 წლის მანძილზე ჩაგირიცხავ, დავუშვათ 20%, მე 30, მე კიდე 20 და რომ დამთავრდება გრანტი, რომ საბოლოო ანგარიში ფინანსური და შინაარსობრივი წავა დონორთან,
ისინი კარგად შეისწავლიან, იმეცადინებენ, ნახავენ, რომ ყველაფერი გაკეთებულია, მხოლოდ მაშინ გადმოგირიცხავენ ბოლო 30%-ს. მაგრამ თქვენ თუ გინდათ რომ 30% მიიღოთ, ხო გეუბნებით, ეს უნდა ანახოთ ყველაფერი დასრულებულად. ადრე ცოტა სხვანაირად იყო. ეხლა ესეთი მიდგომა არის, რომ ადრე გთხოვდა როგორც იცით, რომ ის 30%-ისთვის ადრე 10 იყო, მაგრამ ის 10%-ის უნდა გენახებინა, რომ დახარჯულია, თორემ არ დაგირიცხავდნენ ამ თანხას. და ამიტომ გაჭირებული საქართველოს ისინი რა ქვია უმაღლესები ამას ხელფასების ხარჯზე აკეთებდნენ. ხელფასები არ რიგდებოდა, უბრალოდ იწერებოდა კომიტმენტი, როგორც ასე ვთქვათ, რომ იცი ეს როცა მოვა ბოლო ტრანში მერე გადაიხდება ეს ხელფასები და მერე რომ მოდიოდა ეს ხელფასები თუ მოვიდოდა ხელფასები ის ბოლო ტრანში მერე გასწორდებოდნენ ხოლმე. ნუ ეს ყოველთვის შეიძლება რაღაცა გზის მონახვა, როგორ შემდეგ ეს ნახა როგორ უნდა იმასაც რა ქვია გახარჯოთ, როდესაც აი ბოლო ტრანშზე მაქვს ლაპარაკი. ეხლა რატომ თუ ხო თქვენ ხართ სახელმწიფო უნივერსიტეტი, თქვენ ხართ მიმული ხაზინაზე, ხაზინას აქვს თავისი საშინელი წესები, გრანტი რო დამთავრდება, ფულს ვეღარ გამოიყენებთ. თუ კონტრაქტი დამთავრებული გაქვთ, ფული ვერ შეგერიცხება და ამიტომ ძალიან ბევრი ისეთი ვაპატიეთ რუსული სიტყვა, ლაზეიკა უნდა იპოვოთ, რომ ყველაფერი იყოს სწორად. ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სწორად რომ არავინ აუდიტი ვინმე რა შემოგედაოთ ოდესმე რა. თუ რამე შეკითხვა გექნებათ, აგერ ბოლოს იქნება ჩემი ის რა ქვია იმეილიც და ტელეფონიც და ყველაფერი დამირეკეთ და არ დაგზარდებით, ნამდვილად გეტყვით როგორ და რანაირად მოვიქცეთ. შემდეგი ხო, ეხლა აი ეს რა ქვია რო გითხარით, ნახეთ რაღაცა თანხები, ხო? ნაწილდება წლების და მიხედვით. ეს არის გითხარით დამოკიდებული კოორდინატორზე. უნდა 40 შეგირცხავ და 30 ან 20 10 ან 5 50 გააჩნია როგორ მოილაპარაკებთ. ჩვენ გვაქვს ახლა ერთ-ერთი გრანტი, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი დაწერილი, ჩვენი გაკეთებული თავიდან ფეხებამდე შინაარსობრივად ფინანსურად, მაგრამ შევატანიეთ ევროპას. და იმის და სამწუხაროდ მოგვიწია როგორი ჭიდაობა, იცი რომ 20% ჩაგირიცხავთ თავიდან თქვა და როგორ მერიცხავ 20%-ს მე არ ყოფნის, იმიტომ რომ კიკოფიტით და დასასრულელი ვარ. ის გასაკეთებელი მაქვს, ის საკეთებთ როგორ? გესმით, აი ამაზე არ მოგერიდოთ ჭიდაობა. არ გეწყინოთ თქვა პირდაპირ გეუბნებით, თქვენ იმითაც წარმოადგენელი ხართ, მაინც ჭიდაობა არ ყოველთვის მოსულა რა. დიახ. აქვე დავისვამ კითხვა, ძალიან დიდი მადლობა. აი ამ გადმორიცხვის ნახეთ ნაწილ-ნაწილ რიცხავს. ეს გადმორიცხვის საკომისიო თქვენ გაკლდებათ. გასაგებელია, მე მაკლდება. აი ეს არის კიდევ. ჩვენ გვაკლდება, ჩვენ ვინც ვიღებთ, იმას აკლდება. ეს თანხა არის და რას გეუბნებიან, რომ ეს არის აი 7%-ით დაიფაროს რა. ხო. 7%-ით დაიფაროს. კონკრეტულად აი ფაქტიურად აი ეს საბოლოო ჯამი გამოდის თქვენი ბიუჯეტის 90%. ხო, შემდეგზე მაგრამ წინასწარ გაქვს გაწერილი ყველა პარტნიორზე რამდენია, ხო სწორია? ხო, ხო. და ეს თანხა გერიცხებათ კოორდინატორს და მერე უნაწილებს? ხო, კოორდინატორი ამაწილებს. ის არ ერიცხავს ესე, რომ აი 30 იმასაც. ის ურიცხავს კოორდინატორს 70%-ს. გავიგე. და ის კოორდინატორი მერე უკვე ურიცხავს როგორც თვითონ თუ საჭიროთ რა. მაგრამ როგორ ჩვენ ვიჩხუბეთ იმ ფინელებთან და მივახციეთ იმას, რომ მოვიყოთ რომ 30% გამოგვიცხოს და ამაზეც მადლობელი ვიყავთ, რომ არ ყოფნეს. თან გეუბნებიან, მის მერე ეს გაითვალისწინეთ, ხა მე წინასწარ გეუბნებით, რა შეიძლება შეხვდეთ რა პრობლემას. თუ გაქვთ თქვენ შესყიდვა. ხო? ბიუჯეტში გაქვთ შესყიდვა. ამ შესყიდვის რა ქვია განხორციელება უნდა მოხდეს პირველ წელს, მაქსიმუმ წელიწად ნახევარში. ნუ მაქსიმუმი. მეორე წელს ბოლოს თუ გააკეთებ, ნუ შეიძლება ჩაკითხონ non-eligible. და თუ ჩაგირიცხეს რაღაცა კაპიკები, შეწყდოს ვერ განახორციელებ, კიკოვზე ვერ წახვალ. ნუ ხელფასები დაივიწყეთ ახლა კიდე ამ ამბავია. ხო. შესაბამისად ესე იგი ვერა მაგრამ გეუბნებიან, თქვენ ხო ხართ უნივერსიტეტი და უნივერსიტეტმა წინასწარ დაგაფინანსოთ და მერე ჩარო. ვიძახდეთ ჩვენ ვართ ხაზინაზე მიფული. ხაზინა არ მაძლევს მაგის უფლებას და საშუალებას, რომ ვარ სახელმწიფო. თუ იმეხათ ახლა კერძო, ნუ
ყველაფერი მოგიმართოთ. ეს ყველანაირად მარტივად შეგიძლიათ გადაწყვეტოთ, მაგრამ ვინც არის სახელმწიფო და არის ხაზინასთან ჩახუტებული, ნუ ძიმა მდგომარეობა. ეხლა ეს იცოდეთ, რომ ბიუჯეტის შეცვლა შესაძლებელია. ბიუჯეტი არის ხალხო მოქნილი რაღაცა. მოქნილი, რომელიც თქვენ რომ 3 წლის წინ დაწერეთ, ხო, იმის მერე გავიდა დრო და რაღაცა შეიცვალა. ხო, შეიძლება ის არის რაღაცა კლიშე იყოს, რომ ამას არ გადაცდეთ. ეს შეიძლება შეიცვალოს ოღონდ. თქვენგან უნდა წავიდეს მოთხოვნა კოორდინატორთან, რომ მომატებაზე კი არ დაპარაკეთ, ბიუჯეტებს შორის გადანაწილებაზე, ხაზებს შორის, რომ მე მირჩევნია დაუშვათ travel-ზე მქონდეს 20,000 და არა 15, სიტყვაზე გეუბნებით. ამის justification-ს აძლევთ და მიმართავთ კოორდინატორს. ხოლო კოორდინატორი დონორს. ეს სუბორდინაცია უნდა იყოს დაცული. ეხლა რომ მე გავუბრაზდე კოორდინატორს მივარდე პირდაპირ დონორს, არავინ არ მომისმენს. არასწორია. ამ შენს ოფიცერთან პროექტს ყველა პროექტს თავის ოფიცერი გავს, ამ ოფიცერთან ურთიერთობს კოორდინატორი. აი ეგეც საკითხებს. შემდეგი დააქვს. ეხლა შეხედეთ. თქვენ გაქვთ პროექტი, რომელიც შედგება სხვადასხვა work package-ებისგან. სამუშაო რაღაცა პაკეტებისგან, ხო? ეს პაკეტები შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ შეიძლება რაღაცა 8 და 10 ჩამოწეროს, მაგრამ ყველაზე ნორმალურია გაითვალისწინოთ სადღაც 4-5, მე მეტი არ გირჩევთ უბრალოდ რა. ნაკლები 4-ზე ნაკლებიც არ ვარ და დაანცაც უგაბუგავთ რა. ეხლა აქ რა ხდება? ეს ახალი მიმართულება არის ამ მომენტში, რა ქვია, ამ თავის პროექტებში. წარმოიდგინეთ, რომ თვითონ work package არის პატარა პროექტი. თავისი პატარა ბიუჯეტით და თავისი პატარა 7%-ით. და ბიუჯეტიც ეს ბიუჯეტის ფაილიც ისე არის გაკეთებული, რომ გამოყოფილი ერთმანეთისგან რა. და გეუბნება, რომ პირველი აი დაუშვათ management და coordination, ხო? Work package number 1. ამას შეიძლება თავისი ბიუჯეტი ქონდეს, რომელსაც ვერც გაზრდით და ვერც დააპატარავებ. აი ეს ბიუჯეტი არის ამ work package-ის. შიგნით შეგიძლიათ რაღაცები შეცვალოთ. მაგრამ work package-ებს შორის გადათამაშება არ შეგიძლიათ. თუ ოფიცერმა არ მოგწევთ ნება. გესმით, აი ეს კარგად გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ცალკე აქ არის ამ შემთხვევაში 4 ცალკე პატარა პროექტი. გასაგებია, რასაც ვამბობ. ერთმანეთში გადათამაშება თანხობრივი არა, ერთმანეთს შორის, თორემ შიგნით ბიუჯეტის ხაზებს შორის კი ბატონო. ეხლა რა არის? შეიძლება აი დაუშვათ development-ის work package, რომელიც არის ყველაზე დიდი ახალგე რა. მივლინებებზე გაქვთ 20,000 და ხელფასებზე 30,000. სიტყვაზე ვამბობ. თუ ჩათვლით, რომ თქვენ მივლინებებზე მეტი გჭირდებათ, გადმოიტანთ სახელმწიფო ფონდიდან აქეთკენ. ან პირიქით იქეთ გადაიტანთ, მაგრამ საერთო ჯამს არ წვრით. შემდეგი ნაცოთ ამ პროექტებს. ხო. ეხლა რა ხდება? როგორც წესი, ოფიცერი ძალიან წვრილად უყურებს ამ იმებს, რა ქვია, თქვენს რეზულტატებს, შრომის რეზულტატებს. ახლა რას გულისხმობ? იმ პორტალზე უნდა აიტვირთოს deliverable-ს, რასაც ქვია, ხო? აი, რაც დაუშვათ თქვენ თვალსაჩინოთ უნდა ვანახოთ რა გაკეთდა და იმიტომ რომ თქვენ რო კრანტი შეგაქვთ, იყო წერია რა უნდა გაკეთდეს. და ის როგორ გაკეთდა და როდის გაქვთ მოცემული თარიღების მიხედვით და ის უნდა შეავსო. თუ რაღაცა არ შეივსო, ჩათვლია რომ ეს work package არ არის ბოლომდე შესრულებული და შეიძლება თანხა მოგაკლო. გესმით, აი, ამიტომ რაცაც თქვენ დაწერთ პროექტში თავიდან, რომ მე ამას შევასრულებ, იგივე უნდა იყოს უკვე შესრულებული სიაში. გესმით რა ვამბობ, რომ თუ გინდათ რომ ფული მიიღოთ. მიიღოთ რა, ჩაგითვალონ ამ ფული. ეს ხომ მიიღეთ რაღაცა პროცენტებით, რაღაცა თანხა ხომ მიიღეთ, მაგრამ თუ ბოლოში თქვენს რომ რაღაცა არ არის კარგად, ის რაც მიიღეთ, იმასაც უკვე დაგაგონებინებენ. და ამიტომ შემდეგ.
ხო, აი მიწერიათ მე თქვენ ნახავთ რომ რაღაცა რომ ნამდვილად შეცრულდა, რომ გამოცანები დასრულებულია, თითო აი რომ ესე იგი, იმიტომ რომ ეს არის თანხა არის დაკავშირებული work-package-თან. თუ შეასრულე, ესე იგი ეკუთვნის ის თანხა, თუ რაღაც არ შეცრულე, კეთილინები დააბრუნე. შემდეგი ნახო. კონდეს აკადემია eligible cost გასაგებია რომ თქვენ ნებისმიერი ხარჯი უნდა გქონდეს იმ პერიოდში, როცა მოქმედებს პროექტი. იქ ამოდედა იმის მერე ვერაფერს ვერ იზამთ. გარდა ამისა, ზუსტად უნდა იცოდეთ რომ მანქანას ვერ იყიდით, თვითონაც ვერ იყიდით, იმას ვერ იყიდით ამ ფულით. უნდა იყიდოთ ის და გააკეთოთ ის რაც გრანტში გიწერიათ. იმის იქეთ ვერ წახვალ. ხო. დერეგესგან როგორც წესი თავისუფლდება ჩვენი ეს გრანტები. ოღონდ რა უნდა გქნათ? თქვენ უნდა მიმართოთ ვარიანტს წერილით რომ გამვარ ამათ ამ გრანტში რაღაცა და გთხოვთ ვიშვანდობთ რომ შემოსავლების სამინისტრომ თუ სამსახურმა გაგვათავისუფლოს დერეგესგან. და მე ეს რეჟიმზე გამოჩნდება თქვენი უნივერსიტეტი თქვენი გრანტის დასახელებით რომ დერეგესგან ხართ თავისუფლები. ეს იმას არ ნიშნავს რომ საშემოსავლოს არ ეხდით. ეს იმას არ ნიშნავს. თავდაპირველად სენატ-დერეგესგან გათავისუფლება მოხდება. ფინანსთა სამინისტროში ცალკე წინასწარ რეგისტრაცია არის. რა საკვირველი. ეხლა ეს ცალკე თემა არის. როდესაც აქ მომთ გაითვალისწინოთ, როცა კოორდინატორი არის ქართული უნივერსიტეტი და თქვენ ხართ მხოლოდ ამ კონსორციუმის წევრი, მაშინ არ არეგისტრირებთ. მაშინ არა. თუ თქვენ ხართ ისეთი პროექტის წევრი, რომლის კოორდინატორიც არის უცხოელი, მაშინ თითოეული ქართული უნივერსიტეტი თავის თავს არეგისტრირებს. გესმით, აი ორმაგი რო არ მოხდეს, ორმაგად რო არ მოხდეს, ასე თქვა დარეგისტრირება. ვიმეორებ. ილი არის კოორდინატორი. დაუშვათ, რა ქვია, TSU არის მონაწილე. ვარეგისტრირებ მე. TSU არაფერს არ არეგისტრირებს და მე ბუღალტერია მიწის სად უნდა ნახოს მე ეს გაჭირ. სამინისტროში, მაგრამ დაუშვათ, ჰოლანდია არის კოორდინატორი და ჩვენ ყველანი ვართ ჩართულები, ხო? ჩვენ სათითაოდ ყველანი წერილს სამინისტროში და რეგისტრირებთ იმ ელექტრონული რეგისტრაცია თუ წერილი. არის ესეთი ფორმა, უნდა მიმართო ფინანსთა სამინისტროს და ამ რაღაცა ბრძანებით, რაღაცა ვთხოვთ, დაგვირესწრებთ ესა და ეს გრანტი. ეს ფორმა არსებობს, თუ გინდათ, მაქვს ეს ფორმა და გამოგიგზავნით აქტორთა ტაქსას. შემდეგი. ხო, ineligible ხარ, რა გიხარი, არ უნდა იყიდოთ არაფერი და რაღაც ისენი ვალები არ უნდა გაისტუმროთ და ხო. ის რო არის, როცა არის უკაცრავად სხვაობა როცა გაძლევთ exchange კურსდაშორის სხვაობა. თუ მინუსში ხართ, თქვენი გადასახდელია. თუ პლუსში ხართ, მაშინ კარგია, იხაროთ. ესე იგი, exchange loss არის ჩვენი რა და gain-იც ჩვენია. შემდეგი. ხო. ეხლა რაც შეეხება იმას რა ქვია ხელფასებს. ყველა გრანტში არის რაღაცა ტიპის ადამიანები ჩართულები, რაღაც კატეგორიებად, ხო? ეს შეიძლება იყოს მენეჯერი, იყოს რაღაცა მკვლევარი, რაღაცა მრჩეველი ან სენიორ ექსპერტი, შეიძლება იყოს აი სხვადასხვა ტიპის ის იყოს, შეიძლება იყოს თქვენ განსაჯოთ, როცა გრანტს როცა შეგაქვთ ასე ვთქვათ გრანტი. როცა უკვე გამზადებულია და მოიგეთ, ხო იქ რა წერია თან პირველად ბიუჯეტში ის იმის მიხედვით უნდა გასცეთ ხელფასები და იმის მიხედვით უნდა აიყვანოს ხალხი. არის რამოდენიმე დაუშვათ კატეგორია. ერთი ადამიანი შეიძლება იყოს ხუთივე კატეგორიაში. ერთი ადამიანი. ეს გასაგებია, შეიძლება მე ვარ მენეჯერი, მაგრამ ასევე ვიკვლევ, ასევე ვასწავლი და ასევე ადმინისტრაციულ რაღაცებსაც ვაკეთებ. შეიძლება მე ვიყო ხუთივე კატეგორია, შეიძლება ერთში ვიყო. მაგრამ ანაზღაურება არის კატეგორიების და მიხედვით. ეხლა რა ხდება? ეს გაითვალისწინეთ. ადრე ძალიან მარტივი იყო, თუ დღიურად იყო ეს, რა? დღეში დაუშვათ ეძრეოდა 30 евро ვიღაცას. მეორეს 50 евро. ეხლა მოიგონეს არის person months. ადამიან თვეებით. თუ თვე ადამიანებით, როგორც გინდა ისე გაიგეთ. და
ეს უკვე აქ ზედმეტი არითმეტიკაა ხოლმე საჭირო რა. ერთი ადამიანი შეიძლება მუშაობდეს აი შემდეგ სმაშია რა ქვია აი დღეში უნდა დათვალო ერთი ადამიანი 8 საათი შეუძლია მუშაობდეს ხო? თვეში 20 დღეზე მეტი ვერ იმუშავებს და წელიწადში 240 დღეზე მეტი ვერ იმუშავებს. და ერთი კაც თვე არის თითქმის 18 სამუშაო დღე. ეხლა ცოტა რთულად გითხარით, მაგრამ რა სიტუაციაა? თქვენ როდესაც გიწვევენ გრანტში, სანამ გაიმარჯვებთ გიწვევენ გრანტში და გეუბნება გამომიგზავნეთ ახლა თქვენი ხელფასების ნიხრები, თქვენს უნივერსიტეტში როგორ ხდება სხვადასხვა კატეგორიებზე სამწუხაროდ ნაბიჯია, ყველა გრანტში ესეა. და გამოგზეთ თვეების მიხედვით. აღზამნე რომ შენ რაღაცა კატეგორიაზე არის 2000 ევრო სიტყვაზე რა. თვეში. ეს უნდა გაყომეროთ რა 17 და 9 და გამოდის დღეში რამდენ სიხდის, რამდენია დღეში ანაზღაურება. იმიტომ რომ სხვანაირად ფულის გაცემას რო დაიწყებთ, დათვლაში ძალიან გაგიჭირდებათ. დღეებით უფრო დათვლით. ასე ვერ დათვლით. დიახ. აი პირობითად ახსენეთ 2000 ევრო. ხო. 2000 ევრო პროფესორს 200 ხო. აქვს. ანუ თქვენ ამას აკეთებთ თუ აჩვენებთ მაღალი ხელფასი, იმიტომ რომ შესაბამისად ამ პროექტიდან მაღალი ხელფასი. არა, მისი პირობითად 2000 შეიძლება იყოს 1000, შეიძლება 500. გააჩნიათ თქვენ უნივერსიტეტს როგორი ისენი აქვს ნიხრები აქვს. ესენი გეუბნებიან რომ ადრე თუ იყო ქვეყნების მიხედვით გრადაცია. ეხლა აღარ არის, ეხლა არის თქვენი უნივერსიტეტების მიხედვით. თქვენს უნივერსიტეტში თუ პროფესორს აქვს დაუშვათ თვეში 1500 ლარი, ეს გამოდის 500 ევრო, სიტყვაზე გეუბნებით, ხო? და იმათ მეტად 500 ევრო. ეს 500 ევრო თვეში, რო გაყო 17 და 9-ზე გამოდის დღეში რამდენი გამოვა. მე დაუშვათ იმ დღეს რაოდენობას გაამრავლებ და ბევრი ის უნდა რა, რაღაცა ვიცილო, მაგრამ გაკეთებადია. არა. უბრალოდ ეუბნებით ამდენია და სიტყვაზე გეუბნებიან. შემდეგი მე მინდა არ გამოიკოთა ბოლოში. თუ რამის გადამოწყვეტა არ გახდეს. ხო, ეხლა შეხედეთ რაშია საქმე. ერთი დიდი ბედნიერება არის, დიდი ბედნიერება, რომ ტაიმშიტები არ არის საჭირო. ტაიმშიტებს აღარ გთხოვს ის, რა ქვია, დონორი. მაგრამ შეიძლება ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდეს და კოორდინატორმა მოგთხოვს. და ვისწრებს, ნუ რა ვქნა, მოგთხოვს მაშინ და რა აკეთო. იმას ვერ ეთქვი, რომ ეცი რამე არ მეალება და რა. ნუ რაღაც ეს უკვე ის არის. და ეხლა ეს გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ჩართული გრანტში, ის უნდა იყოს ოფიციალურად ამ გრანტის წევრი. ოფიციალურად ხდება როგორ? ან არის რექტორის ბრძანება, რომ დაუშვათ ჩამონათვალი ადამიანების ესენი არის ამ გრანტის წევრები და ასეთი ანაზღაურებთ ასეთ პოზიციებზე, ან თითოეულ ადამიანს ცალკე ხელშეკრულება უფორდება ამ კონკრეტული გრანტის პარლებში. ჩემს უნივერსიტეტში მაგალითად არის ცალკე ფორდება და მე მაგალითად სადაც ვარ ჩართული ყველგან ეს იმას არ შეხვდები და ყველგან просто ვარ. ეს 15 სქემა გრაფია მეტი თუ არა. ხელშეკრულება, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა. ეხლა რა ხდება? ხო აი იცის რეკომენდედო წერია რომ მაინც კონდეთო, ემად დაგჭირდეთო. არა, ნუ შემდეგი ეხლა შეხედეთ რა ხდება. ეხლა რაღაცა ევროკავშირში რაღაცა გადაწყვეტეს რომ ცოტა რაღაცა შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და ცოტა გამირთულონ ჩვენს. და ახლა ტრემელებით ფერჩისებში ჩაახვეხეს რა. იმიტომ რომ ბილეთს ვყიდულობთ. სასტუმროს ხმა შევით და ამიტომ ესა. და ეხლა როგორც გითხარით ამ შეხედების ქვეშ არის ერთი ეს ტრემელები, შემდეგ ნამდვილი შეხედები და მესამე სერვისების შეხედები. შემდეგი ეს მოკლე ხმობ, გაგატებთ. ხო. ეხლა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ბიუჯეტს, ხო? და ვიცი რომ დაუშვათ, მე ვაკეთებ ბიუჯეტს. ჩემ მისარია კარმა. ვაკეთებ და ვიცი რომ თბილისს უნდა წავიდეს დაუშვათ ბუდაპეშტში. როგორ დავთვალო მე ის რა ქვია, რა დამიჯდება ბილეთი. ხო? ეხლა ევროკავშირი გვეუბნება რომ ეს დათვალეთ ხოლმე იმითია რა ქვია, კილომეტრაჟის მიხედვით. ისაც კალკულეიტორით.
და ნუ ამის მიხედვით ვითვლით თვითონ გზავრობის საფასურს. მაგრამ დავუშვათ ბუდაპეშტში კი არ მივდივარ დებრეცენში, მე ბუდაპეშტიდან კიდე სადღაც უნდა წავიდე რა. იმის ბილეთის მატარებელია თუ ავტობუსი თუ იმასიც უნდა მიათვალო. და რაღაცა ეს ერთ ადამიანს რო გამოვა დაუშვათ რაღაცა თანხა, იმის გამრავლდება მე იმ რაოდენობაზე რამდენი კაციც მიდის. ხო? ერთ მიტინგზე. და ფლიანი მე იწერება რაღაცა თანხა აი თუ არის 500 ევრო, 3 კაცი მიდის 1500 ევრო არის ბიუჯეტი დაუშვათ თრეველის ბიუჯეტი ამ მივლინებაზე. შემდეგი ასევე არის ცალკე ცხრილი სასტუმროების. რომ რა ჯდება ერთი ღამე დაუშვათ თბილისში, საქართველოში, თბილისში არა, საქართველოში. გაგეცინება და საქართველოში ერთი ღამე, სულ ერთი თბილისია, ყაზბეგია, ბათუმია, ავასტუმანია, თუ რა ვიცი, რაღაცა გორი 134 ევროა. ერთი ღამე. მაშინ როდესაც დაუშვათ ახლა მივდივართ პრაღაში, იქ არის 70. ვერ გაიგებ. მაგრამ ცხრილში წერია. აი, შემოწმეთ. აი, აღარ არის ცხრილი. შვენიერი მე ვისაც დაგაინტერესებთ ნახავთ. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საცხოვრებლის ისა აქ რა ქვია მარჟა, ხო? მაგრამ აქ შემოდის ახლა მეორე თემა. თქვენი ბუღალტერია პატარა იმას ისრავს, გაჭედავს ამ სიტყვას გეტყვით. ბუღალტერია გაჭედავს, იმიტომ რომ პრეზიდენტის ბრძანებულებაში თუ წერია იმაზე ნაკლები, რაც აი აქ, ხო? რაც და თქვენ გააჩნია მაშინ როგორ აძლევთ თქვენს თანამშრომლებს ამ თანხას, სასტუმროს თანხას. პრეზიდენტის ბრძანებულებით თუ ამით. მაგრამ ნახეთ, არ უნდა იყოს თუ პრეზიდენტის ბრძანებულებაზე მეტი წერია აქ, შეგიძლიათ მიწეთ მეტი, მაგრამ სხვაობად უნდა დაიბეგროს. ეს ბუღალტერია მიწის. სხვა უნდა დაიბეგროს. აი ძალიან ბევრი ნიუანსებია. ერთი რაღაცა შეიძლება რომ ბუღალტერიამ გასცეს ლეგალურად და მერე უკან წაართვას რაღაცა თანხის ნაწილი. არა, კი არ უნდა წაართვას, მერე დაუშვათ რაღაცას გასცეს და მერე მოიტანთ ინვოისი და გადახდეს ბრძოლზე, იმის მიხედვით იმას გინდ დააბრუნებთ რაღაც თანხას მაშინ. ზერმეც არავინ არ მოგცემ, თვლიან რა. ამაში თავიდან რატო უნდა მოგცეთ? მიხრის მიხედვით აძლევენ და მერე პრეზიდენტის ბრძანებულების არა, მასე არა. პრეზიდენტს არა, მაშინ უნდა დაიბეგროს. არა. და იგივე შემიძლია გითხრათ იმაზე პერდიემზე. შემდეგი არის ის რა ქვია, subsistence cost. ყველა ქვეყანაში თავისი პერდიემის ის არის რა. ნიხრი ახაც, იქაც ცხრილში რო გადავიდეთ. და აიქაც ნახეთ რაღაცა რეალურად ვერ ხედავთ. დაუშვათ, აი რომელიღაცა 125 ევრო არის ინგლისში, დაუშვათ ბრიტანეთში, მოლდოვაში 80, ნიდერლანდებში 103, საქართველოში 80, აი ესეთი სხვადასხვა ესენია. ეს არის გამოწვევები და აგერ ცხრილებია და ცხრილის მიხედვით უნდა ვიაბიში. სასტუმრო ამაში არ შედის. ეს რომ ეძახდით ადრე ისა. ეს თალკეა, სასტუმრო თალკე. შემდეგი. რაც შეეხება ტრეველს. ტრეველ აუცილებლად ბორდინგ ფასები არ გადაყაროთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ. ბორდინგ ფასები აუცილებლად გქონდეთ ჯიბეში. ვიმე რამებნა და იქ დამრჩა და რაღაცა არ აინტერესებს არავის. კოორდინატორი მოგთხოვთ აუცილებლად. ასევე კოორდინატორი მოგთხოვთ იმ ბილეთის რაღაცა რა ქვია ბილეთს და რომ ნამდვილად გადაიხადეთ ეს ბილეთი, საფასური. ამას ეხლა როგორ ხდება შეხედეთ, როდესაც ადამიანები მიდიან მიმევლინებაში, იწერება მოთხოვნა თქვენი ადმინისტრაციის სახელზე, რომ დაუშვათ ირინა ქურდაძე მიდის ეხლა პრაღაში და თქოთ მას გამოუყავით რაღაცა ბილეთის ფული ამდენი ინვოისის მიხედვით. ზუსტად გადაიხადა 1267 თეთრი. მისცემენ ამ თუ სხვას მეც ნაკლებს არა, ამას მისცემენ. მოდის პირადად ქალბატონი ირინას მისცემენ. პირადად რიცხავს ბუღალტერია იმ კომპანიას. არაფერი შედეგად. ბუღალტერია პირდაპირ ქალბატონი ირინას ანგარიშზე რიცხავს ამ თანხას. ასევე რიცხავს სასტუმროს თანხას.
და რიცხავს ასევე პერდიემს, მაგრამ პერდიემი რო არ დაჭერა 80 ევრო. და მიდის 5 დღით, ხო? ეს 400 ევრო, 400 გამოვიდა. ეს 400 ევრო რა უნდა ქნას? უნდა გადაიყვანოს ლარში. ვინ მიცემს ევროში? ლარში გადაიყვანოს რა კურსით? კონკრეტული დღით. არაფერი შეგეშალოთ. იმ კურსით, რითაც თქვენი თანხა დაკონვერტირდა, როცა მიიღეთ თქვენ ის რა ქვია. ფული. ეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომერციულებში ესე არ არის. თქვენ კომერციული ხარ? თქვენ კახასია ხარ? კახას დიდი მაგალითად. ასე რომ ეს თქვენ წასაძენი უკეთეს დღეში ხარ. შემდეგ ჩემაშულა დამთავრდა თავის დროზე ეს და ამიტომ კახასი დიდი. უკაცრად კერძო არ არის ვალდებული რომ იგივე კურსი დახარჯოს. ბატონო? კერძო არ არის ვალდებული რომ იგივე კურსი. რა საქმეა? ვალდებულია, მაგრამ მარტივად ცხოვრობენ ესენი უფრო. როგორ არა? კონვერტირებს საჭირო. არა, კონვერტაციაზე ლაპარაკი თორე ზედმეტს ვერ მინდა ახარჯინოს. არა, ახარჯვის დროს capacity building-ში არ ვიცი, მაგრამ ჟარგონში ევროკავშირის პორტალზე რაც არის თვის კურსი, იმის მიხედვით. ის სხვა რაღაცაა. ის სხვა რაღაცაა. ის სხვა რაღაცაა. ეხლა შეხედეთ. ეხლა მეორე მომენტია კიდე. ეს ყველაფერი, ეს დოკუმენტაცია თქვენ გაქვთ, ამას თქვენ მასშტაბით რა ქვია PDF ფაილად ასკანერებთ და ისე უგზავნით, როცა საჭირო არის კოორდინატორს. თუ არ და ეს ყველაფერი თქვენ ფაილებში არის, 5 წელი უნდა გქონდეთ ეს დოკუმენტები თქვენ კარგად ისე ლამაზად ჩაფაილებული. როდის ვინმე ის რა ქვია აუდიტორი კაცმა არ იცის და უცებ ხომ იმას, ხო. თავშო და წავედით ახლა, კაი, მოვილიეთ, ჩამოვიდა იქნებიდან. რაგიდან? ჩააბარა საკუთრები იმას რა ქვია. ბუღალტერ სუსანას და ნუ მან მე დათვალა და ყველაფერი წესრიგში ხო, კაი, თუ დასაბრუნებელი აქვს, უნდა დააბრუნო. თუ დასამატებელი აქვს, ახლა შეხედე შეიძლება იმას შიდა მგზავრობის ან რაღაცა ქალაქიდან ქალაქში. შეიძლება წინასწარ არა აქვს ბილეთი, მე იყიდა წარმოადგენს ბილეთს და მე აუნასრაურებენ. ამიტომ ეს მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს იმის ფარგლებში, რაც ბიუჯეტში წერია. იმის ზემოთ ვერ წავა. რო გიწერია ბიუჯეტი 3 კაცი უნდა წავიდეს, ხო? 5 ვერ წავა. სურო ფული ყოფილდეს. ფული გათვლილია იმაზე 3 კაცი, მაგრამ აქ არის ბევრი მაგრამ. დაუშვათ ის არის რა ქვია, აქაც თუ კოორდინატორმა არ მასდა არაშალა ვაფრები. ნატეთ იმაში დეველოპმენტში გაქვს 3 რაღაცა მივლინება. და მოხდა ისე რომ ერთ მივლინებაში წავიდა 3 მომხრად 2 კაცი და მეორე მივლინებაში იგივე ვორკფედიჩი. თქვენ შეგიძლიათ ერთი კაცით მეტი წაიყვანოთ საჭიროა. იმ ვორკფედიჩი სხვაში არა. ერთი და იგივე ვორკფედიჩი და ლაპარაკი. ამ შემთხვევაში კი შეიძლება. ხო, ეს მივხვდით. და მე არის ხოლმე ფორმები travel report-ი გასაკეთებელი. მე აქ მაქვს რაღაცა ფორმა, რასაც მე ვეუბნები ხოლმე ამ ჩემს პარტნიორებს, სადაც მე ვარ კოორდინატორი, აი ეს შემივსეთ და გამომიგზავნეთ რა და მადლობელი ვარ ხოლმე. თორემ მე ჩემთვის ჩემ ფორმებს ვავსებ, რომ ყოველთვის გქონდეს ყველაფერი ვისად რა, როგორ აქვს, რომ ვიცოდე. ეხლა შეწყიდვა. კომპიუტერების ყიდვა კიდათ? წინასწარ უნდა იყოს რაღაცა შეტაკება თქვენ შესაძლებლობის სამსახურთან, ინვოისის საფუძველზე თუ ტენდერის საფუძველზე გააჩნია თქვენი შიდა რეგულაციები, ეს ევროპაში სულ არ აინტერესებს, მაგრამ ნუ უნდა იყიდოთ სწორად, უნდა იყიდოთ დასაწყისში გრანტის. მაქსიმუმ აი შუამდე, თორემ მე შეიძლება აღარ ჩაკეთო, წიგნებით შედის ეკვიპმენტში. წიგნებით უნდა იყიდოთ დასაწყისში. რატო? ესეა რა ვიცი. იმიტომ რომ ეკვიპმენტი უნდა იყოს ადრე. და ის არის რა ქვია, აუცილებლად იყოს ინვოისი და უნდა იყოს აუცილებლად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. Proof of payment. შემდეგ და მაგალითად მე მალე მინდა. ხო. და ეხლა თქვენ ყოველთვის აძლევთ ხელს რაზე იცით რომ თქვენ რო ფული ჩაგერიცხებათ და რო დახარჯავთ და თუ ისინი ჩათვლიან რომ თქვენთან ჩარიცხული თანხა ან არ არის კარგად გამოყენებული, ან რაღაცა დელივერებელი აკლია, ან რა ნუ ჩათვლიან რომ არ არის მართებულად დახარჯული, ხო? დარღვეული თანხის უკან დაბრუნება შეიძლება მოგიწევთ. ამისთვის მორალურად იქავთ მზად. ხონიათ ეგეთ შემთხვევა? ჯერ არა. შეიძლება ბოლომდე ახლა ჩაგერიცხან დაბრუნება როგორც ასე. არა, გააჩნია. ხო შეიძლება ის
ბოლო დაწოჩარის ხო ეს რა კარგი ეს უნდა იყოს. დავხატის არ ხდება რომ თუ კი რაიმე დააკლდათ, იწერებიან რამეს ჯერ რა საკვირვებს თავისთავად. მე ხო ეხა ეგრევე თავისთავად. ნუ ხა როცა ერთხელ გეტყვიან მეც რაღაცა აკლია და აბა კიდე ერთხელ რო გეტყვიან და ნუ არასოდეს რო არ ატვირთავ, მაშინ ხო აი ამ აქციებებით ბალანსი როგორ უნდა ისე თუ ისინი ჩათვლიან, კიდე ახლა გეუბნებათ, თქვენ გადასარევად ყოფილი შეასრულეთ, იმ 30%-ად ჩაგრიცხავ. თუ ჩათვლიან გადამორიცხული 70%-დან თქვენ ვერ გააკეთეთ ისიც კი, აი იმის დაბრუნება მოგიწევთ რა. შემდეგი რა არის? თანადაფინანსება. ეს არის ფორმალური სახე, რომ გრანტის 10%-ზე არ ჩაგრიცხოს დონორმა, რომ ითვლება, რომ თქვენი უწყება დაინტერესებულია ამ გრანტის განვითარებაში და ამ რაღაცა რომ საქმე წინ წაიყვანოს. ესა. შემდეგი ამაზე ხო. ეხლა რა შეგვიძლია რეპორტინგს. მე როცა ბევრი გვაქვს ეს გრანტების საჩვენო კოორდინატორები, ჩემ და სამწუხაროდ უსაბედნიეროდ, უფრო სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძალიან ხშირი ის მიწევს რომ ურთიერთობა პარტნიორებთან და სულ ვეუბნები რომ კვარტალში ერთხელ ხო არ გცხობთ კაცო 6 თვეში ერთხელ მაინც გამომიგზავნეთ თქვენი ინფორმაცია ძალიან ბევრი ცუდად იქცევით არ აღზამეს და მე მიწევს ჭიდაობა ეხლა რა ხდება მე თუ არა მაქვს ეს ინფორმაცია ვინ რამდენი როგორ დახარჯა შემდეგი ტრანში რომ უნდა გადაურიცხო არ გადაურიცხავ გესმით ამით რაღაცა ისა მაქვს რა ღვედები მაქვს ასე ვთქვათ რაღაცა რომ თუ არ შეიძლება დახარჯი, მაგრამ არ მოგიწოდებია და ესე იგი თუ დოკუმენტი არ მაქვს, მე არ თვლი ამას დახარჯულად რა. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს როგორც საფთიაქში. ხო? ეხლა შეიძლება იყოს წელიწადში ორჯერ შეიძლება ყოველ კვარტალურად ეს კოორდინატორს გააჩნია. გააჩნია, მაგრამ ნუ და ყველა საკ თავისი რაღაცა მეთოდი მე რეპორტინგის ეხლა ხეზე ასვლასაც ვერ გასავიქრეთ რა არის. შემდეგი აი აქ მაქვს ეხლა აი მის რა ქვია ეს მე რო ჩაგერიცხებას ნახავთ ეს არის ფორმა იმისი რა ქვია travel report-ის რა ამ travel report-ს რომ თითოეული ადამიანი ახსენს ვინც იყო მიმდინებაში და ის მიწერს რომ სახელი გვარი უცა წარმომადგენელი რომელი ვორკპიკიჩი იყო სად იყო რომელ ქვეყანაში და რა დახარჯა ანუ რა ჩაერიხა მაშინ თამაში. всё. მე ვერაფერი არ მინდა, იმიტომ რომ მე ეს გადამაქვს ჩემ ფორმებში და ანგარიში Excel-მა იცის ისე კარგად. ყველაფერი არ დაგუძგუძებული მე. ხოლო ფინანსური რეპორტი უკვე შემდეგი ფაილა ნახეთ და მე რასაც მე ვთხოვ, არა ის შემდეგი მასია მე ვერ აი მე ფინანსური რეპორტი ეს ჩემი ფორმა არის უბრალოდ რა მე რას ვთხოვ ხოლმე რომ ინფორმაცია ლოკალურმა კოორდინატორმა. აი იმ უწყებაში რა იმა უნდა გამომიგზავნოს 6 თვეში ერთხელ რა დაიხარჯა ხელფასებზე რა დაიხარჯა ტრეველებზე და რა დაიხარჯა დავში შესყიდვებზე რომ ეს ინფორმაცია მე მქონდეს მე ამ ინფორმაციას მე უკვე ბავშვები რა ქვია ერთმანეთს ვამატებ რაღაცა კომპილაციას ვაკეთებ და დავუდებ მე რამოდენიმე ციფრს იმაზე რა ქვია საიტზე თუ პორტალზე და მე ნახოთ ახლა ისინი რამდაშ დაგუკრავენ და ან არა. ნუ ფაქტიურად ეს არის. რაც შეეხება ახლა თვითონ ამ თითოეული პროექტის მართვას, ახლა ცოტა გავდევით რომ ნამდვილად მომიდა. რაც შეეხება ახლა თითოეული პროექტის მართვას, ეს დამოკიდებულია ნამდვილად თვითონ იმ ხალხზე, ვინც აქ თქვენს გვერდზე მუშაობს და კონსორციუმის წევრებზე. როგორი განწყობაა, როგორი ურთიერთობასაა ძალიან დიდი მნიშვნელობა კონსორციუმის შორის. ამას ის კონსორციუმი სადაც კარგი და ნორმალური ისეთი განწყობა არის ყოველთვის კარგი რეზულტატი აქვს და ბევრ შემთხვევაში ძალიან ეს ადასასიათო პარტნიორებზე დამოკიდებული. ნუ რა გითხრათ ახლა შეკითხვები კი ბატონო ახლა ნებისმიერი შეკითხვა აგერ მაგითობა რომ გიპასუხოთ დილამდე თუ გინდათ მე ჩემსას დილამდე არ გინდა არა მე წერტიცით
მე ვიცი რომ ბევრი შეკითხვა გამიჩნდება, როდესაც უფრო მეტი ვიდრე აი კონკრეტულად რომ მივადგები იმ საკითხს, მაშინ იჩენს ხოლმე, მაგრამ ეხლა მაგ ერთი შეკითხვა. აი ეს თანადაფინანსება ყოფილა შემთხვევა, როცა ევროკავშირს მოთხოვია აი უნივერსიტეტის მხრიდან თანადაფინანსება. ამ ტემპუსებში ეს იყო. ერაზმუსებში ეს არ არის. თანადაფინანსების დოკუმენტაციებს, ანუ ევიდენსებს ესენი არ ეთხოვენ. ესენი ითხოვენ ევიდენსებს შესრულებული სამუშაოს. გესმით, აი თქვენ რომ რაღაცა რომ შესრულდა რაღაცა, დავუშვათ კურიკულუმი დაიწერა რაღაცა მიმართულებით, ხო? ეს უკვე იგულისხმება, რომ 90% ამ შრომაში ჩადებულია გრანტის ანაზღაურება და 10% თანადაფინანსება. ეს უკვე იგულისხმება. ჩვენ მარტო ეს პრინციპში მივიდე ევროკავშირიდან, მაგრამ ჩვენ ფინანსური მხარეში ამაში არანაირად არ გვაინტერესებს, უბრალოდ აი ინსტიტუციაში მაინტერესებდა, რომ ითხოვენ თუ არა თანადაფინანსების. არა. იცით, ჯერ აი ეს არის ჩემი აი ეს აღარ მე. ნებისმიერ მასე შეგიძლიათ მომწეროთ, არანაირი პრობლემა არ არის. ყოველთვის გიპასუხებთ. ძალიან დიდი მადლობა. მე თქვენ ონლაინაც გისმენთ და ძალიან საინტერესო სპიკერი ვცადებით და ამისთვის კიდევ დიდი მადლობა. ხომ მეკითხება ესეთი კითხვა, ძალიან სპეციფიკური, მაგრამ რადგან თქვენ ფინანსებს მართავთ, მაინტერესებს ფინანსებში როგორ ხდება ამის გამოხატვა. ინსტიტუციური პროექტები, როდესაც კეთდება, რასაკვირველია ამ პროექტს ყავს თავისი განმახორციელებელი. ეს იქნება მენეჯმენტი, ეს იქნება აკადემიური პერსონალი, მაგრამ ბენეფიციარი რეალურად ამ პროექტების არის, ვთქვათ, იგივე აკადემიური პერსონალი, რომელიც პროექტში ჩართული არ არის, ხო? მაგრამ პროექტის განხორციელების მთელი სიმძიმე წვება იმ აქტივობების განხორციელებისა აკადემიურ პერსონალზე, ხო? ამაში აკადემიური პერსონალი არაფერს არ იღებს და უბრალოდ პროფესიული განვითარების გზას გადის. მაგრამ ნახეთ, კითხვა მაქვს ასეთ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვარ პროექტში ჩართული, მთელი 3 წლის განმავლობაში პროექტში ჩართული კატეგორია მიდის, მოდის, ინფორმაცია დაიდება, რომ იქ იყო, აქ იყო, ეს მოისმინა და ასე შემდეგ და უცებ საბოლოო ჯამში, როდესაც ხდება დახურვის, ასე ვთქვათ, ცერემონია, კონფერენცია და ასე შემდეგ, უნდა გაკეთდეს კარგი მოხსენება და ეს მოხსენება უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, რომელიც რეალურად პროექტში ჩართული არ არის, რომელსაც არანაირი ბენეფიტი ამ პროექტიდან არ მიუღია. რა ხდება ასეთ დროს? იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი გაწეული შრომისათვის რაღაცა კონკრეტულ ანაზღაურებას ამ პროექტიდან. ეხლა ვიღებთ. ეს არის უკვე დამოკიდებული თქვენ შიდა რეგულაციაზე, თქვენი უნივერსიტეტის შიდა რეგულაციაზე. გრანტის ფარგლებში ამ ადამიანს შეუძლია მიიღოს გარკვეული თანხა, რასაკვირველია. იგი უნდა იყოს მოწვეული გრანტში, მოდითაც ვთქვათ, სპიკერად, ერთჯერადად. ამას ძალება ჭირდება უნივერსიტეტის რექტორის. ერთჯერადად სპიკერად უნდა იყოს მოწვეული და staff cost-იდან, ბინაიდან თქვენი თანამშრომელი, ხო? staff cost-ის იმიდან, რა ქვია, ბიუჯეტიდან მათ შეიძლება მიეცეს გარკვეული თანხა. ეს უნდა იყოს, რასაკვირველია, ბრძანების საფუძველზე, რომელსაც გამოსცემს თქვენი ადმინისტრაცია. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის გაკეთება, მაგრამ ეს არის ერთჯერადი. ამას კითხულობს. ეს გაითვალისწინებთ. ვერც ერთი ადამიანი ვერ მიიღებს გროშკაპიქს გრანტიდან, თუ არ არის ამ გრანტში ოფიციალურად გაფიქსირებული. ანუ მოწვევის უფლება, რასაკვირველია, რომელიმე კატეგორიაში ვიდა, აი 5 კატეგორიიდან ხო რაც არის, ხო? იმიტომ რომ ბიუჯეტში ნახეთ როგორ არის ეს კატეგორია, კიდე ერთი პატარა წერი others-ია. ის others შეგიძლიათ მიუსადაგოთ რაღაც აი დავუშვათ სპიკერი, დავუშვათ რაღაცა ეს. აი 7% თუ დარჩა იქ ვერ გამოიყენებს. ეხლა შეხედეთ. ეხლა ეს კარგი ის არის. ბატონო? ხახა უნდა იყოს დატოვებული. არა, დატოვებული როგორც ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. შეიძლება დავუშვათ ადმინისტრაციულ იმას რა ქვია ადამიანს შეიძლება არ ჭირდება ამდენი, ხო? თქვენ ხო, აი თქვენ ბიუჯეტი არის ცოცხალი. თქვენ რო გიწერიათ დეველოპმენტში რო არის 10,000 ევრო, ეს 10,000 ევრო თქვენ შეგიძლიათ ისე გადაათამაშოთ, რომ
რა ქვია რაც ბიუჯეტში არის ამ თითოეულ კატეგორიაზე გაწერილი, იმას ზუსტად არ მივხვდეთ. რაღაცას მოაკლოთ, იმიტომ რომ იმან უფრო მეტი იმუშავა, ამან უფრო ნაკლები, მაგრამ ის არ უნდა აცდეს საერთო ჯამს. გესმით? აი სამუშაო უნდა გაკეთდეს იმის და მიხვედით, არა, ადანსხეულობა უნდა გაკეთდეს სამუშაოს შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ეს ხალხო არ არის ეს დოგმა, რაც იქ წერილი უნდა იყოს, და მე უნდა იყოს ეს. უნდა იყოს საქმე უნდა გაკეთდეს და გაკეთდეს სწორად. გესმით? ბიუჯეტს არ გადაცდით. ახლა 10-20 ევროთი თუ გადაცდით და მე რაღაც სხვა რაღაცით დაბალანსეს ამაზე არავინ არ გამოგვეკიდება, მაგრამ თავარია გავაკეთოთ სწორად. მიდგომა უნდა იყოს სწორად. და 7%-საც შეეხება. ნახეთ? 7% ესეც არის დამოკიდებული თქვენი უნივერსიტეტების კეთილნებაზე. ეს 7% შეუძლია გამოიყენოს უნივერსიტეტმა მხოლოდ ამ გრანტისთვის და ისევ ამ გრანტში იგივე მოწვეულია თუ რა, აი იმაში გამოიყენოს ეს 7%, რაც თვითონ ჭირდება იმ გრანტის პაგლებში. მაგრამ ასევე შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს თავის რაღაც საქმეებში გადაიხადოს ინტერნეტის სიტყვაზე ვამბობ რა. ეს თანხა არის უნივერსიტეტის. შიდა რეგულაციებით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კეთილი ნებით კეთება. ვორკ-პეიჯების მიხედვით იქნება ის 7-იც? საერთოდ ისევ, აქაც ეგრეა. თითო ვორკ-პეიჯის თავისი 7%. და იგივე და მე რა 5 ვორკ-პეიჯის 7%? ზიზმარინები კაზა. ხო, იცით რა, ეხლა კიდე ერთხელ გეუბნებით. არ არის ყველას ის აქ რა ვინმე და ეს ბიუჯეტს და საშინელება და რაღაცა, მაგრამ არც თუ ისე საშინელებაა ახლა. ნამდვილად არ ამბობ, გეუბნებით, არანაირი ბუღალტერი არ ვარ და არანაირი მათემატიკოსი, მაგრამ გაკეთებადია და როცა იცი გაკეთება, მე უკვე რაგია რა, როცა გამოგდის თან. რამდენად ცუდ ტონად ითვლება, რომ დაგჭება რაღაც თანხა, რომელიც შემდეგ დასაბრუნებელი გაქვს. რამდენად ცუდ თუ კარგად ითვლება, თავიდან ანუ ვერ გავსახურებ. ეხლა ცუდ ტონად ითვლება თქვენი უნივერსიტეტებისთვის, იმიტომ რომ დაბრუნება არ არის საკმარისი. ხო. ეხლა კიდე მეორე მომენტია, უნივერსიტეტი თუ არ არის, როგორ გითხრათ, ესეთი თუ არის ძალიან ბიუროკრატიული, მოდი ესე ნაზად რო ვთქვათ, ხო? და ვერ მოახერხა რაღაცის შესყიდვა. სიტყვაზე გეუბნებით და ნუ გავიდა 1 თვე, 2 თვე, 10 თვე რაღაცა ტენდერი ვერ გამოაცხადა, ის იმის ბრალი, ეს ამის ბრალი, რაღაცა მოიგონა, რაღაცა და დაგშე ეს ფული ასე აუთვისებელი 20,000 ევრო, რომ უნდა გეკიდა სერვერი. მაგალითად გეუბნებით რა. ეს ფული უნდა დააბრუნოთ. არასასიამოვნო, მაგრამ დასაბრუნებელი. ეხლა მეორეზე თქვით კიდე, ერთ-ერთი ეს კონდა შემთხვევები ხა იმდენი მაგამდენი ხმად როცა ეს შემიძლია кейს მოგიყვეთ, მაგრამ ერთი იყო რომ ერთმა უნივერსიტეტმა შესყიდვების დროს გააკეთა ძალიან კარგი ეკონომია და 5,000 ევრო თუ რაღაცა მორჩა. იყიდა რაღაცა და 5,000 ევრო მორჩა და გავაშანშალა წერილი რომ ეხლა ამ 5,000 თო ეგება კიდე რაღაცა ვიყიდა და მომეწითნებაო რა. ევროკავშირი მოთხოვნა დიდი მადლობა გადაუხადა უღრმესი მადლობა თქვენ რომ დაწოგეთ ევროკავშირის გადახვდელების თანხაო და ეს თანხა დაზოგებია და ჩვენიაო რა. უღრმესი მადლობა უხრესდები და მამასხოლებს ცოტა მეტი ან უკეთესი ხარისხის რა. ხო, გესმით აი ესეთი რაღაცები ხდება რა. ეხლა რაც შეეხება მივლინებებზეა, ეხლა ერთ რამეს გეტყვით, მივლინებებზეა ყოველთვის რაღაცა გაურკვევლობები და გაუგებრობები, რომ აი ზოგიერთ პროექტში, როცა ცუდად არის გაკეთებული ბიუჯეტი, პრობლემები იქნება ახლა. მე გიყვებით პრობლემებს, რაც შეიძლება შეგვეც, შეიძლება არ შეგვეც, მაგრამ მზად რო იყო და თუ გეკრებათ მითხარით და გეტყვით მე გამოსაგოთ. რომ ვიღაცა ევროპელო სტატზე ისე დაწერა ბიუჯეტი, რომ დაუშვათ 2 დღე დაწერა ის მიტინგი, რა ქვია, kick-off მიტინგი. 2 დღე, მაგრამ 2 დღე არა, 4 დღე უნდა დაწერო, იმიტომ რომ 1 travel day-ა და 2 working day. ის travel day-ები ამოგდებულია ბიუჯეტში არ არის travel day-ები. რა უნდა ვქნათ? ვეღარ ვშვით ამ ბიუჯეტს. გესმით? ამიტომ თვითონ ჯამი თითოეული იმისი, რა ქვია, მივლინების, ხო? ძალიან ცოტაა. ეხლა გამოსავალი რა არის?
ყველა ვარიანტი უნდა წახვიდე. გამოდის რომ შენი ფულით დაამატო. ან კიდევ უნდა აიღო რაღაცა კაპიკები. ეხლა მქონდა ვარიანტი, ტიპი წავიდა ფინეთში. სასტუმრო უძვირესი, გადავიხადეთ. ფრენა უძვირესი. პერდიემით რამდენი დარჩა? 80 ლარი. არა, აბა რა მეთქნა, იმიტომ რომ სხვანაირად ჯამი, ამ სამი კომპონენტის ჯამი უნდა იყოს ერთი ადამიანის მივლინების საერთო მივლინების ჯამი. ეხლა თუ ვიღაცა სიტყვაზე უნდა რომ მაინდა-მაინც პირველ კლასით იმგზავროს, აფრინდე ბატონო, მაგრამ იმაზე მე მაშინ სასტუმროში წავდი ხიდის ქვეშ დაიძინე, აირჩი. გესმით, აი იმას ვერ გადადიხარ იმ საერთო ჯამს. დიახ. მოვაკეთე. დღეს თქვენ როგორ იცით, აი ინსტიტუციის პროექტებში, აი კოსტის ნაწილში სადაც ჩვენ საათების და მიხედვით დღეებით, ანუ მთლიანი დღე ითვლება. ის პროექტი ითვლის საათების და მიხედვით გარკვეულ პროცენტებში და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეს სხვა თემაა. ეხლა პრაქტიკულად ეს ევროკავშირის გრანტები ყველა ერთმანეთთან განსხვავდება. აბსოლუტურად ყველა, აი როგორ გითხრათ, იმის რომ ცხოვრება გაგიმარტივო, მაგათებმა ვირთულებს დაწესებულება. გესმით, ამის მისდევა ძალიან ძნელია რა, როგორ გითხრათ, აი ყველას აქვს თავისი რაღაცა. და მართალი გითხრათ, აკა რა ვიცი, რა როცა რამოდენიმეში მუშაობ, მართლა გაგეპარება რაღაცა რა. შემდეგი შეკითხვა. მე მექნება ესეთი შეკითხვა, ანუ აქ დღგ-სგან თავისუფლების რეგისტრაციასთან თავობაზე იყო საუბარი. უბრალოდ აი მაინტერესებს თუ გქონიათ ეგეთი გამოცდილება. რადგან ნებისმიერ ჩვენი უნივერსიტეტები ყველა ვართ მაინც დღგ-ს გადამხდელი თუ გვაქვს ანუ დღგ დასაბეგრი ბრუნვა. ჩვეულებრივად ვაბაღებთ დღგ-ს დეკლარაციას და აი რა მაინტერესებს იქნებ სხვებს გქონდეს მსგავსი გამოცდილება. ჩვეულებრივ იმ დღგ-ს დეკლარაციებით შეგვიძლია ამ თანხების დაბრუნება რეგისტრაციის, ანუ ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციის ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე ერთი ესეთი მიმართულება და ანუ დამატებით მომეცი ამისი დღგ-ს განცხადებების წერის გარეშე და აი თუ გქონიათ ეგეთი გამოცდილება ან რას ფიქრობთ ამას შეხედეთ რა ხდება ეს რა შეეხება დღგ-ს დაბრუნება და ჩათვლა და რაღაც ეს არის სუფთა ბუღალტრიული თემა. ეს ამას თქვენი ბუღალტერია განაგებს. ხოლო რა შეეხება გრანტებს, ხო? დღგ ერთადერთი რაც არის გრანტებს, რაც შეეხება დღგ-ს შესყიდვებისას ან იხდი, ან არ იხდი. ეხლა შეხედეთ ერთი რაღაცას გეტყვით, რომ ადრე იყო რა მე თვითონ შემეცდო და უბრალოდ მიმემართა შემოსავლების სამინისტროსთვის და მე თქო მე ვარ ამათ გრანტში რაღაცა დღგ-ზე გადაუსრულების თაობაზე რაღაცას ჩვენ ამას და ისინი ანანთავსებდნენ. მაგრამ ეხლა რა ხდება? თვითონ დონორმა უნდა მიმართოს შემოსავლის სამინისტრო. ჩვენ უკვე ამ ჩემმა ქართულს რა ქვია მხარეს არა ვაკუთრება რომ მიმართოთ. უნდა მიმართოს დონორმა. და ის ხოლო ამის მერე აკავებს. ანუ ეხლა ეს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩვენ მთავრობის დონორი მთავრობის ადმინისტრაციას ერასმუსი გამონაკლისია უბრალოდ ისედაც მიმართავს უკვე რომ გთხოვთ ასე თქვა ესეთი მიმართვა არის ანუ გთხოვთ მომცეთ უფლება რომ ეს გრანტი დავხარჯო თქვენ ქვეყანაში აი ესეთი წერილით და ხო აი მე არ ხა ჯერ არ ქონია ჯერ ეს რაღაც ახალი შეია და ჯერ არ არ შევხლილვართ შენ მაგ პრობლემას ხო რა შეიძლება დღგ-ს ჩვენ ვერ მიმართავთ მე მგონი მარი წერთ თვითონ წარმომადგენლობას და ის წარმომადგენლობა მიმართავს მე ევროკავშირის წარმომადგენლობა აი მარიამის წერილი საფუძველზე სამინისტროს ჩვენი როლი ამოვარდნილია ესმით ამიტომ ჩვენ და კონკრეტულად დღგ-ს რაც შეეხება დღგ ამ გრანტებში არის ხოლმე შესყიდვაზე და დაუშვათ მასე სერვისებს ხირავ თორე როცა არა ხო კი ბეტონ უბრალოდ არის დღგ-ს დაბრუნების ორი მომენტი ბუღალტრულადაც ერთი მომენტი არის რომ განცხადებას ვწერა ამ ფაქტურით რაც არის გთხოვ დამიბრუნოთ დღგ და მეორე მომენტია რომ
თვითონ დეკლარაციაში გუწითებ და აი რომელს იქნებები მე არ ბუღალტერია და მე ვარ ძალიან მოშორებული ერთმანეთისგან და მართლა არ ვიცი ჩემი ფუნქცია არის ფინანსური რიპორტინგი ასე ვთქვა დონორთან და ყველაფერი დაკოჭებული იყოს და ვეუბნები მე ბუღალტერის რა გადარიცხოს რა არა უჩემოთ არ იცხავ და ეს დეტალები საჭირო არ ვიცი ოდეში მარანცლება წავა არ ვიცი თუ გადაიხადეთ და ესეთი რაღაც მოხდა ანუ თუ დაიგვიანა მაგალითად გათავისუფლება ესეთი შემთხვევებიც არის შემოსავლების სამსახურს აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი 3 თვის განმავლობაში ინტეგრეს გადახდით და შეგვიძლიათ რომ წერით მიმართოს თქვენმა ხო მე ეგ ვიცი მე უბრალოდ ეგ ძალიან კარგად ვიცი უბრალოდ რა არის კიდევ დამატებითი საბუთების და განცხადებების ატვირთვა არის როდესაც ჩვენ დერგეს დეკლარაციას ისევ ვაბარებთ გამიგე იმ დერგეს დეკლარაციაში როცა ვაბარებ დასაბეგრი ბრუნვა რაც არის უბრალოდ იმ თანხა ის ჩათვლით ბუღალტერი მიუთითებს ეს არ არის სამართლებრივად და ჩვენი კანონით დაუშვებელად ჩასათვლელ თანხას სრულად მიუთითებს აი ესე ვთქვათ და მე წილიური პროპორციული დაუბეგრავი ბრუნვიდან ჩვეულებრივად ის თანხა ისედაც დარჩება ეს აი ბუღალტერული ნიუანსებზე საუბრობ და მე უბრალოდ პრაქტიკების ის მაინტერესებდა რა პრაქტიკებია აი ამ შემთხვევაში ეს მოგწერეთ და დაგაკავშირებს ბუღალტერს მით აკეთებს ამას რეალურად და ის გაგწევს პასუხს მე მოგწერეთ და ამიტომ ბუღალტერის კომპეტენცია ორივე შეიძლება მე აი ამ დეკლარაციების ვარიანტს ვემხრობი უბრალოდ აქ შემოდის აუდიტი იქ სახელმწიფო აუდიტი რაღაცა და რომელი ჯობია 10,000 ლარი რომ მქონდეს მე პირადად ესე ვთქვათ ამ 10,000 ლარს გადავიხდიდი და შემოსავლების სამსახურს შევეკითხებოდი ხო და არა მაქვს ერთი რაღაცა შემიძლია გითხრათ ახლა ჩემი კეთილი რჩევა არის ნებისმიერ თქვენთანთვის ვინც ახლა დაფრანჩი ჩართული რასკოლი ისინი ვინც არიან დაუშვათ გრანტის ხელმძღვანელი და ვისაც ეს ფინანსები აბარიან რაღაცა მარტივი თუ გინდათ მე დამიკავშირდეთ და გამოვიგზავნეთ ამ ფორმატად რაღაცა ცხრილებით უნდა გქონდეთ რა გქონდათ რა დაიხადა რა დაგჭა ეს უკვე ყველა თქვენ ესე იგი გვაქვს უბრალოდ რომ თქვენ გქონდეთ რომ თქვენ მიადევნოთ თვალი თქვენს ხარჯებს რომ მე არ იყოსო და მე აქ არის უკვე ტექნიკური ადმინისტრირების აი ესე ვთქვათ სამართლებრივი და საგადასახადო რაღაცა ისე შეშინებული ვარ ყველა ამ გრანტებზე რომ არ არის საშიში ნუ გეშინია გრანტები არის ძალიან სახალისო ძალიან კარგი გრანტში არ უნდა ჩაერთოთ თუ თქვენ დაიძაბებით და თუ მომტებით გრანტი ვარ მართლა გრანტი იმის რომ გაგეხარდეთ და კარგად იყო და მე მეკითხე საქმე რაღაცა გაიცნოთ ქვეყნის ხალხი რაღაცა იმასთან რა ქვია შექმნათ რაღაცა ახალი ქსელები ახალი გრანტები ახალი იდეები და ასე ყველაზე სასიამოვნო ეს რასაკვირველია არის აი გზავრობა და ნახვა და რა მუშაობა ბევრი ანაზღაურება ცოტა პლუსი ნახვა აი რა ხარჯოსთან დაკავშირებით რა კურსით უნდა ხარჯოთ გააჩნია აქ შემთხვევაში გააჩნია გრანტი არის ზოგი გრანტი ხელშეკრულებაში უნდა აუცილებლად კარგად წაიკითხოთ და იქ ეწერება ხელმოწერილ ხელშეკრულებაში exchange rate-ების განყოფილებაში ზოგი გრანტი იხარჯება რეპორტდება ახლა ესეც გაითხოვეს რეპორტდება იმ თვის კურსის მიხედვით რაც ჰქონდა ევროკავშირს დაუშვათ ამ პერიოდში ამ ყოველ თვეში ევროინფოზე გამოდის ის რა ქვია ინფორმაცია რა არის კურსი საქართველოს მაგრამ ახლა შეხედეთ თქვენ თუ კერძო უნივერსიტეტი ხართ და ყოველ თვეში ერთხელ შეგეძლიათ ამის თანხის ჩამოხსნა ანგარიშში და დაკონვერტირება მაშინ რა პრობლემაა დააკონვერტირებთ და უშუალოდ ივლისის თვეში იმ კურსით რაც ახლა არის მაგრამ მე რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ვარ ხო მე რომ ერთხელ დავაკონვერტირე თანხას სიტყვაზე რაღაცა რაც ჩამერიცხა ხო არასოდეს არ დაემთხვევა ის კურსი და ეს კურსი მე ყოველთვის ოპერირებას გავდივარ იმ კურსით რითაც ჩამერიცხა ესმე და ის არ იქნება
ზუსტად ის რაც არის ევროს ან მოიგებ ან წავედ. აი ეს ახლა მარჩეულების დონეზე ვარ. ანუ ახლა ჩვენ ვაკეთებთ მაგალითად ჩაგვერცხა 30000 евро კონკრეტული კურსით 2.9 და ამ 2.9 ხარჯავს სულ გადარიცხვის დროს ვაკონვერტირებ და მაგით უნდა ვხარჯო თუ გადარიცხვის დროს რა კურსით იქნება იმ. ხო და მაგას გეუბნებით ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. შემიძლია რომ გადარიცხვის დროს კურსით ვხარჯო როგორც კერძო უნივერსიტეტში. რასაკვირველია ეს შეგიძლიათ. მაგრამ რეპორტინგი ხარჯებმა რეპორტინგი იმით უნდა გასწიოთ ჯამში მაინც რაღაცას არ მოიგებთ ან წავ. იმ ევროს კურსი. რეპორტინგი სხვარი და ნამდვილი ხარჯვა სხვა არის. ეს მე აი ცოტა ან მოიგებთ ან წავ. თუ ბედი გაქვს თუ არა და მეტოვაში კურსი. ერთი საკითხი. დიახ. აი რაც მივაწოდებს რა. შეიძლება სწორი მისამართი გასვან ამ საკითხს, მაგრამ უბრალოდ რაც მაწუხებს. ესე იგი, თქვა მე მაგ ჟანრზე საუბარი, ორი უცხოელი, ლიტველი და გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი, ხო? ახლა, როდესაც ეს გრანტი წავიდა ევრო ჩაირიცხა 2 წლის, ხო? ჩვენს ფინანსურ მენეჯერ ბუღალტერი არის. და ვეუბნები, რომ მოდი რა მთლიანი თანხა ეროვნულ ბანკს მისწერა, რომ აი იმ უცხოელების, ანუ იმიტომ რომ ჩვენ ხაზინა, ესე იგი, ლარებში ხო ახორდავებს, ანუ ევროში არ გვაძლევენ უნივერსიტეტს, ანუ ლარებში გვერიცხება. ახლა გამომდინარე იქიდან, რომ ამ უცხოელებს უნდა ჩაურიცხო ევროში, ვეუბნები ფინანსურ მენეჯერს, რომ არაფრით არ დაახურდავო იმათი სამყარო. არ გაბოგივათ მაგამ თქვია. აი ნონსენსია, მე. ნამდვილად ნონსენსია, მაგრამ ნახეთ რა ხდება. თქვენ რომ უნდა გადაურიცხოთ, დაუშვოთ. მე ვარ კოორდინატორი. ხო. და ჩამერიცხა თანხა. ეს თანხა უნდა გადაურიცხო ჰოლანდიას. ყველა ვარიანტში. მე თანხაზე ვაკონვერტირებ ლარში და შემდეგ ვაკონვერტირებ ევროში და უშვებ ისე. აი უკან და ამაში ზარადები რასაკვირველია, თავისთავად. სხვათა შორის ის ბოდიში აი რახან უკრაინელია ჩართული, ძალიან გაუცებული, იმიტომ რომ უკრაინაშიო, რაც ჩვენ ანუ 7 ჩიარი და ყველაფერია მოდულის და ექსელენსის არის. ეს ქალბატონი და მეუბნები, რომ უკრაინაშიო აი ამ ევროში გვაძლევენ თანხასო. სხვა კანონმდებლობა, ქალბატონარის სხვა კანონმდებლობა. ევროპა ყველა ქვეყანა ევროკავშირით ძალიან გვიყვარს, მაგრამ ციხეში ვერ წავალთ ევროკავშირის სიბის გამო, რა ქვია, სურვილების გამო. იცით რა შეესაბამება? მე ჩემი კომპლექსებებას უნდა დაგამორჩილო, ხო? კანონმდებლობა. ესეც ხა მე რომ გაეროში ვიყავი, ხა დიდი ხანი 12 წელი მუშაობდი გაეროში. თუ გახსოვს. იყო ტომები, აი ეს ტომები იწერებოდა ჰარმონიზაციის პროექტები იყო კანონმდებლობის საქართველოსი და ევროკავშირის. აი ტომები. არის რამე ჰარმონიზირებული? ხარ ჰარმონიაში? არა ხარ, ხო? აი ეს არის იმათ სხვა, მე სხვა მაგდა. ამის გამო ციხეში ვერ სხვადასხვის ძალიან მართლაც ეს კითხვები ქალბატონო. მაგრამ იმ ხრივ მომეხსნა რომ მეთქი ალბათ ჩვენი ფინანსური მენეჯერი ვერ ერკვევა. არა, გადასერებ ერკვევა დაანებეთ. ამი ციხეში მოგუშვებ. ახლა მეორე შეკითხვა. ახლა ვეუბნები რომ ვიცი ინფლაციის საკითხი და დღეს ერთი კურსია, ხვალ კურსია. ეხლა ხო 2 წელი ხო გასაგებია 70% ჩარიცხა ხო ვეუბნები მინდა მეთქი მოდი რა ხო ხედავ კურსი იცვლება მთლიან თანხას ნუ დაახურდა ეს შეუძლია და არა მეუბნება ესე არა ნახეთ რა ხდება ბუდიში შევეჭრები რა წელევანდელი ანუ შარშან დეკემბერში რეგულაციებით ოღონდ ეს შიდა რეგულაციებია უწყებების არა ინსტიტუციების იმიტომ წინა პროექტიც მეც ესე ნაწილ აკონვერტირე ამჯერად რაც ჩაირიცხა ერთიანად დააკონვერტირა შიდა რეგულაცია ქონდათ რაღაცა ინსტრუქციის ფორმით არა უწყებებს ჩვენთან როგორ იყო მაგალითად ადრე გვეუბნებოდა რომ არა როგორც კი ჩაირიცხებოდა ეგრევე უნდა დააკონვერტირებულიყო და ეხლა ამ ბუღალტერიათა ხალხლების პინგ-პონგის შემდეგ უთხარით რომ გამოგვივიდა ის რომ თანხა არის დავუშვათ ევროში და დავუშვათ უცა მჭირდება 20000 დავაკონვერტირე მერე გავხარჯე 10000 დაგვიდო 2 სხვა იმითი სხვა კურსია უკვე
ჩემთვის არის 10 მაგის სამუშაო. იმიტომ რომ რეპორტინგი მე ჩემს სხვადასხვა მოხდებით მიდეს, მაგრამ რა ხო დამეთანხმებით. ეს კურსი იცვლება ინფლაცია. გავიჩერებ 3 წელი ხალბატონო კურს რას ლაპარაკობთ? იცით რა? მაგიტომ თქვენ რეალურად ხო 7%-ით უნდა დაარეგულირდეს. ანუ ხასინიდან გამოთხოვის დროს აკონვერტირებთ. ხასინაში დებს ევროპიდან გამოთხოვის. კი, ბუღალტერია მე წერილს თქვენ დამიკონერა, მე ბუღალტერი მისგა. там ყველაზე ცუდი მაინც ის მომენტია რომ ევროში ასეა, გაძლევენ ნუ რა ევროპაში აგზავნი ფულს და ორმაგი კონვერტაცია ორმაგი და კარგა. იცი რა მე ვერ ხვეწები ხოლმე რომ მოდი რა იმავე დღეს მიქნებ მოხდეს რომ ძალიან პატარა იყოს სხვაობა და ნუ ახლა ის ბუღალტერიც ის არის რა ქვია მე გრატი დაკარპას ვერ ექნება ამიტომ ნუ ანუ მოგესმით ახლა კონსტანტი ისე ვერება მე ვწყვიტ ახლა ბუღალტერიას ხალხს ექნება დაუკრატაში ხალხო.